განვაგრძობთ საუბარს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებზე. შევეხები შემდეგ, ასე ვთქვათ, საფუძველს, ეს არის VQ პუნქტი, 27 მუხლის პირველი ნაწილის VQ პუნქტი. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ შემთხვევაში ცხადია ჩდება კითხვა, რა ტიპის სასამართლო გადაწყვეტილების ან განაჩენზე შეიძლება იყოს საუბარი. და როგორ შეიძლება ასე ვთქვათ სასამართლო განაჩენი გადაწყვეტილება სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავდეს. აქ კანონმდებელმა ასე ვთქვათ გაითვალისწინა ის შემთხვევები, როდესაც შრომით სამართლებრივი ურთიერთობა მხარეების ნებაზე არ არის დამოკიდებული, შეწყვეტა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მხარეების ნებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებული ის ობიექტურ გარემოებაზე, როგორც არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაჩენის სისხლის სამართლის საქმეზე ან ვთქვათ გადაწყვეტილება სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელი გადაწყვეტილების ასე ვთქვათ ძალაში შესვლა და აღსრულებაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებას. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განაჩენზე თუ ვისაუბრებთ, მოვუშველიოთ მაგალითები სისხლის სამართლის კოდექსიდან. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლში, სადაც განხილულია ჩამოთვლილია სასჯელის სახეები, ერთ-ერთ პუნქტად ჩვენ გვხვდება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სასჯელის ამდაგვარი სახე. თანამდებობა გასაგებია, აქ ასე ვთქვათ საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე უნდა გადავიდეთ და იქ გავერკვეთ რა არის თანამდებობა და ასე ვთქვათ რა ტიპის აკრძალვაზე შეიძლება იყოს საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში, თანამდებობის დაკავების აკრძალვაზე როდესაც არის საუბარი და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ეს უკვე საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც სუბიექტს ამის ერთმევა უფლება განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა. მაგალითისათვის განვიხილავ რამდენიმე მუხლს სისხლის სამართლის კოდექსიდან, ეს შეიძლება იყოს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ეხება, მაგალითად ისეთი დანაშაული, როგორც არის ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება და დეფინიციის მიხედვით სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, ამდაგვარი მუხლი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო, ვადით 15 თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. შესაბამისად, ეს არის ესე იგი მედიცინის მუშაკი შეიძლება იყოს ამ დანაშაულის სუბიექტი და მედიცინის მუშაკის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა, როგორც არის ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, შეიძლება ითვალისწინებდეს მის მიმართ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. და თუ ჩამოერთვა მედიცინის მუშაკს საქმიანობის უფლება, მოგეხსენებათ ის ჯერ ერთი თვითონ სამედიცინო საექიმო საქმიანობა რეგულირებული საქმიანობის კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც შესაბამისი რეგულაციები არსებობს საექიმო საქმიანობის შესახებ კანონით დაწესებული უფლება უნდა მოიპოვოს საექიმო საქმიანობის გარკვეულ ასე ვთქვათ პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული და ისედაც ასეც რომ არ იყოს თუ განაჩენით ჩამოერთმევა გარკვეული საქმიანობის უფლება ამა თუ იმ სუბიექტს, ცხადია ის ვერ შევა ისეთ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში შემდგომ უკვე სხვა სუბიექტთან, უბრალოდ სხვა სუბიექტთან რომელთანაც დაჭირდებოდა ვთქვათ თავისი აი ამ საქმიანობის განხორციელება, ხოლო თუ არის შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში გარკვეულ სუბიექტთან, დამსაქმებელთან, სადაც ის ასრულებს ამ საქმიანობას, მას მოუწევს, რომ ეს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდეს. და ვთქვათ, ის ექიმი, რომელიც ის მედიცინის ის მუშაკი, რომელიც ჩაიძენს ამ დანაშაულს, გათავისუფლებული უნდა იქნეს შესაბამისი, ასე ვთქვათ, თანამდებობიდან შესაბამის სამსახურში და შეწყდეს მასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა აქვე უნდა ასე ვთქვათ, განმარტოთ, რომ ეს არ გულისხმობს და არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამსაქმებელს, ამ თუ სხვა დამსაქმებელს არ აქვს უფლება ზოგადად დაასაქმოს. ეს პირი, ვის მიმართაც დადგება ამდაგვარი განაჩენი, აქ საუბარი არის კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და თუ მედიცინის მუშაკს ჩამოერთვა საქმიანობის უფლება სამედიცინო სფეროში, ეს არ ზღუდავს მას განახორციელოს სხვა ტიპის საქმიანობა,
სხვა დაეუფლოს სხვა პროფესიას ან თავისი ასე ვთქვათ არსებული უნარების შესაბამისად სხვა სამუშაოს შეასრულოს იმავე დამსაქმებლის ან სხვა დამსაქმებლის სასარგებლოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად პირი მუშაობდა პოლიკლინიკაში ექიმად, ამ პირის მიმართ ვთქვათ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დასრულდა შესაბამისი ასე ვთქვათ სასამართლო საქმის წარმოება განაჩენით და ამ მედიცინის მუშაკს, რომელიც ექიმად მუშაობდა პოლიკლინიკაში, სასჯელის ერთ-ერთ სახედ შეერაცხათ ასე ვთქვათ თანამდებობის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და მას ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება, ხო? თუ ეს ადამიანი დამსაქმებელი მის მიმართ გამოიჩენს ასე ვთქვათ ინტერესს მაინც და დადებს მასთან ვთქვათ ხელშეკრულებას და დაასაქმებს მას, არ ვიცი, მძღოლის თანამდებობაზე მაგალითად, ხო, სასწრაფო სამედიცინო მანქანების მძღოლის თანამდებობაზე, ეს არ ჩაითვლება შრომის სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებად, არამედ ამ შემთხვევაში უნდა მივუჩინოთ, რომ შეწყდება შრომის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ექიმთან, ამ კონკრეტულ პირთან დასაქმებულთან და მასთან დაიდება ახალი შრომის სამართლებრივი ხელშეკრულება უკვე სხვა შინაარსით, სადაც ის მძღოლის პოზიციაზე იქნება აყვანილი და ცხადია ანაზღაურების საკითხები და რაღაც გარკვეული სხვა თანამდებობის საკითხები, რაც შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შრომის ხელშეკრულებით უნდა დარეგულირდეს, ალბათ სხვაგვარად იქნება, შესაბამისად იქნება უკვე დარეგულირებული, როგორც ამას ვთქვათ მძღოლთან დასადების შრომის ხელშეკრულება ითვალისწინებს. აი ეს არის ასე ვთქვათ, ცხადია ჩამონათვალი ბევრად უფრო ფართოა სისხლის სამართლის კოდექსში, არსებობს დანაშაული ასევე მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ შიცის შეყრა და სხვისთვის შიცის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, შეიძლება იყოს ესეთი დანაშაულებები, უკანონო აბორტი, ადამიანით ვაჭრობა, იგივე ტრაფიკინგი, უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში და ასე ვთქვათ, აქ უკვე სხვა ტიპის სუბიექტთა წრე ყავს, რომელიც შეიძლება ამ დანაშაულის ასე ვთქვათ, რომელსაც შეიძლება ეს დანაშაული ჩაიდინოს სამართლონაცავი ორგანოები, სასამართლო და ასე შემდეგ. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა ამდაგვარი დანაშაული ესეც ითვალისწინებს სასჯელის ერთ-ერთ სახედ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება იყოს ეს რაც მოვიყვანე მაგალითები სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებას ეხება და სადაც პირდაპირ არის გათვალისწინებული სასჯელის სახით ერთ-ერთი სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და თუ ამდაგვარი გადაწყვეტილება დადგა, ამდაგვარი განაჩენი დადგა, ცხადია ეს ამ განაჩენის აღსრულება გამოიწვევს ავტომატურად ამ პირის არსებული შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. მხოლოდ იმ ნაწილში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რა ნაწილშიც ეს მას უშუალოდ ეხება. თუ პირი იმ შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ასრულებდა იმ საქმიანობას ან ეკავა ის თანამდებობა, რომლის დაკავებაც შეეზღუდა, ან რომელი საქმიანობის განხორციელების უფლებაც შეეზღუდა ამ განაჩენით. და არ ნიშნავს ეს, რომ ამ განაჩენით პირის შრომითი უფლებები იზღუდება ზოგადად და მას არსად ასე ვთქვათ მუშაობის დაწყება არ შეუძლია და ნებისმიერმა დამსაქმებელმა მას უარი უნდა უთხრას შრომის ხელშეკრულების დადებაზე იმ მოტივით, რომ ამ პირის მიმართ დამდგარი არის ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განაჩენით შეზღუდული აქვს გარკვეული საქმიანობის განხორციელება. ასევე შეიძლება ჩვენ გქონდეს სხვა ტიპის ასე ვთქვათ, იგივე კერძო სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება გახდეს საფუძველი შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის. აი აქ როგორც ჩვენ გვიწერია, ესე იგი სასამართლო განაჩენისგან გადაწყვეტილების კანონიერ ძალის შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამოირცხავს. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ამ განაჩენში თუ გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყოს მითითებული, რომ ვიღაცას ეკრძალება შრომის სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელება, ან ეზღუდება რაიმე კონკრეტული უფლებები, არამედ ამ გადაწყვეტილების თუ განაჩენის აღსრულებით ფაქტობრივად ვეღარ უნდა ხერხდებოდეს შრომის სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება. ავიღოთ ესეთი მაგალითი, არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც საკუთრებაში აქვს გარკვეული ობიექტი და აყვანილი ყავს, დაქირავებული ყავს, ასე ვთქვათ, დარაჯი, რომელთანაც შრომით ხელშეკრულებაა დადებული
რომელიც უნდა დაიცვას ეს ობიექტი, ეს უძრავი ნივთი. დავუშვათ, რომ ამ სუბიექტს ორგანიზაციას რაღაცა კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი დავა აქვს სასამართლოში, რომლის შედეგადაც მისი საკუთრების უფლება, ასე ვთქვათ, შეწყდება ამ ობიექტზე. მიეკუთვნება ეს სხვა თუ რაღაც ესეთი დასასრულებს, როდესაც აღსრულდება, ასე ვთქვათ, კანონიერ ძალას შევა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეს ობიექტი მას აღარ ეკუთვნის, ხო და მისი საკუთრებიდან გადის. შესაბამისად, ფაქტობრივად აზრს კარგავს და შეუძლებელი ხდება ის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება, რომელიც არსებობდა ამ დარაჯთან, რომელსაც უნდა დაეცვა ეს ობიექტი, ხო? ვინაიდან ის ვეღარ მივა ობიექტზე, მისი დაშვება ვერ მოხდება ობიექტზე და ვერ დაიცავს ობიექტს, რომელიც საერთოდ არ არის ამ მისი დამსაქმებლის, ყოფილი დამსაქმებლის საკუთრებაში. და აქედან გამომდინარე, აი ესეთი მაგალითი შეიძლება განვიხილოთ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად. ამ შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია ცხადია სხვა საქმე მოუძებნოს ამ დასაქმებულს, გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე, ან სხვა ობიექტის დასაცავად თუ აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ აი ამ შრომის კოდექსის 37 მუხლზე დაყრდნობით შეუძლია შეწყვიტოს მასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, სწორედ აი ამ საფუძვლით, ეგრეთ წოდებული VK პუნქტის მოშველიებით, რომ მას სასამართლო კანონიერ ძალას შესული სასამართლო გადაწყვეტილება აღარ აძლევს საშუალებას, რომ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, გააგრძელოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. და ასე შემდეგ უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება ამ შემთხვევაში. შემდგომი პუნქტი, ეს არის ZK პუნქტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ესე იგი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველიაო, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხანგრძლივი შრომის უუნარობა, თუ კი შრომის უუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა შრომის უუნარობის აღემატება 50 კალენდარულ დღეს. ამასთანავე დასაქმებულს უკვე გამოყენებული აქვს ამ კოდექსის 21 მუხლით განსაზღვრული შვებულები. ესე იგი, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი შრომის კოდექსის მიხედვით ხანგრძლივი შრომის უუნარობა და ხანგრძლივად ითვლება 30 კალენდარულ დღეზე მეტხანს შრომის უუნარობა დასაქმებულისა, ანუ მის მიერ შრომის უუნარობის გამო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის განუხორციელებლობა შეიძლება გახდეს საფუძველი მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა. თუმცა დანიშნულოვანია, რომ ამავე პუნქტში არის დათქმა, რომ თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არისო გათვალისწინებული, ვინაიდან მხარეები კანონმდებელი აცნობიერებს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია სულ სხვაგვარი შეთანხმება ჰქონდეთ მხარეებს, იგივე ამ შრომის უუნარობის დღეების რაოდენობასთან დაკავშირებით და საერთოდ ამ საფუძვლით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და დაშვებას აკეთებს, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეიძლება სხვანაირად შეთანხმდნენ, მაგალითად სხვა რაოდენობის დღეებზე და ასე შემდეგ. თუმცა ვფიქრობ, აქ ზოგადი წესებიდან გამომდინარე, კითხვა გაჩნდება ცხადია, შეიძლება თუ არა, რომ თუ კანონი ადგენს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა 50 კალენდარულ დღეს, ანუ ამაზე მეტხანს შრომის უუნარობა ითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად, შეიძლება თუ არა, რომ მხარეებმა შეთანხმებით უფრო ნაკლები ვადა აიღონ, მაგალითად, დათქვან, რომ 5, ესე იგი, ან 10 კალენდარულ დღეზე მეტხანს შრომის უუნარობა არის მათ კონკრეტულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაირღვევა ზოგადი პრინციპი შრომის კოდექსის, რომელიც ვთქვათ მომართულია ძირითადად დასაქმებულის უფლებების დაცვისაკენ, ვინაიდან ჩვენ შესავალი კურსიდან ვიცით, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა ეს იმ ტიპის სამართლებრივი ურთიერთობა კი ნებაყოფლობითობის საფუძველზე იწყება, ნებაყოფლობითობის საფუძველზე დებენ მხარეები საკუთარი შეხედულებისგან ერთმანეთთან ხელშეკრულებას, მაგრამ დაიდება რა შრომითი ხელშეკრულება და დაიწყება რა ეს ურთიერთობა, ამის შემდეგ უკვე დასაქმებული ექცევა გარკვეულად დამსაქმებლის ზეგავლენის ქვეშ და ჩდება რა თქმა უნდა უკვე საფრთხეები მისი როგორც ასე ვთქვათ მის როგორც დასაქმებულის უფლებების დარღვევისათვის. ამიტომ ამ დაგვარი დათქმა ვფიქრობ არ იქნებოდა სწორი და შეიძლება ბათილად ჩაგვეთვალა, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ დასაქმებულისათვის უფრო უკეთესი პირობებით დადებული ხელშეკრულება ვფიქრობ ამ პირობაზე მოგვს საუბარი, ვფიქრობ უკვე ასე ვთქვათ შეიძლება მივიჩნიოთ სამართლებრივი ძალის მქონე. რაც შეეხება შრომის უუნარობას, ჩვენ ვიცით წინა 36 მუხლიდან, რომ
შრომის უუნარობა პირველ რიგში არის შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი. ანუ, როდესაც სახელზე გვაქვს ფიზიკური შრომის უუნარობა ადამიანის დასაქმებულისა, ამ დროს და ის ამის გამო ვერ ასრულებს ასე ვთქვათ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას, ამ დროს ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერება. რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო დამსაქმებელი მასზე დაკისრებულ მოვალეობას მაგალითად არ უხდის მას ხელფას ამ პერიოდში, სანამ გრძელდება ეს შრომის უუნარობა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ცოტა ფართოდ რომ გავმართოთ, პრაქტიკაშიც ხშირად არასწორად იყენებენ ხოლმე და არასწორად ესმის ეს შრომის უუნარობის საკითხი და იქ ჩდება საპატიო და არასაპატიო გაცდენების საკითხი და ყველა ასე ვთქვათ თავისი გადმოსახედიდან აფასებს ხოლმე. რეალურად თუ ჩვენ შრომის კოდექსის ანალიზს გავაკეთებთ იმ მუხლებისა, რომლებიც ეხება შვებულებას, შვებულების ხანგრძლივობას, ეხება დროებით შრომის უუნარობას და დროებით შრომის უუნარობის გამო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეჩერებას ან შეწყვეტას, დავინახავთ, რომ დროებითი შრომის უუნარობა 30 კალენდარულ დღემდე ეს არის ასე ვთქვათ სამსახურის გაცდენის თუ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, ოღონდ ცხადია ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ გამყარებული სამართლებრივადაც, ვინაიდან არანებისმიერი სახის გაცდენა ჩაითვლება დროებითი შრომის უუნარობად. ამის არეგულირებს ცალკე ასე ვთქვათ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის სტატუსსა და სოციალური სამინისტროს მიერ გამოცემული საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ, სადაც გაწერილია ის ასე ვთქვათ დაავადებები და ის შემთხვევები, რა შემთხვევებშიც გაიცემა საავადმყოფო ფურცელი პაციენტზე და საავადმყოფო ფურცელი კი არის ასე ვთქვათ სამართლებრივი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ დასაქმებული ნამდვილად დროებით შრომის უუნარობის მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ ვერ ასრულებდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობას. ხო, აქ დათქმა არის კიდევ ესეთი, რომ თუ დასაქმებულს პირობა არის აუცილებელი, რომ დასაქმებულს ამასთანავე გამოყენებული უნდა ქონდეს 21 მუხლით განსაზღვრული შვებულება. 21 მუხლში კი ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შვებულება, ეს არის ანაზღაურებადი შვებულება, წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღით და არაანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით, რომელზეც ეს ვთქვათ მხარეები თანხმდებიან შრომითი ურთიერთობების დასაწყისში, თქვათ რამდენი დღე იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინიმალური კანონმდებლობით მითითებული ანაზღაურებადი 24 და არაანაზღაურებადი 15 კალენდარული დღე. იქ 24 სამუშაო დღეზეა საუბარი. შესაბამისად, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დასაქმებულის მიმართ თქვათ უნდა გამოვიყენოთ ეს პუნქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად უნდა დავუდოთ, რომ 30 კალენდარულ დღეზე მეტხანს იმყოფება ის დროებით შრომის უუნარო მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ თუ ესე იგი არ აქვს გამოყენებული დასაქმებულს მისი კუთვნილი შვებულება, ანაზღაურებადი ერთი და არაანაზღაურებადი მეორე, მაშინ მის მიერ ასე ვთქვათ ამ 30 დღეზე მეტხანს გაცდენილი დღეები უნდა გამოვაკლოთ მის შვებულებას, ლოგიკა ასეთია. თუ დასაქმებულს ასე ვთქვათ კანონით უკვე მინიჭებული აქვს კანონითა და შრომის ხელშეკრულებით უკვე მინიჭებული აქვს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება და ეს უფლება რომ მოიპოვოს მოგეხსენებათ 11 თვე უნდა იყოს გასული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებიდან. თუ ეს უფლება მინიჭებული აქვს, უნდა გამოვაკლოს ესე იგი ანაზღაურებადი შვებულებაც და შემდგომ ამისა ვთქვათ უკვე არაანაზღაურებად შვებულებაზე გადავიდეს, გამოვაკლოს ეს დღეები და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ეს ასე ვთქვათ საფუძველი შეწყვეტისა. ხოლო თუ ადამიანს უკვე დასაქმებულს უკვე გამოყენებული აქვს ერთი შვებულებაც და მეორეც, მაშინ ცხადია პირდაპირ დაითვლება 30 კალენდარული დღე შრომის უუნარობისა და ამ 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ ასე ვთქვათ ჩდება უკვე სამართლებრივი უფლება იმისა, რომ მასთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. შემდეგი პუნქტი ეს არის დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება. ანუ აქ საუბარი არის იმ შემთხვევაზე, როდესაც შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ერთი ან მეორე მხარე აღარ არსებობს ფიზიკურად გარდაიცვლება და გარდაცვალება მოგეხსენებათ ვთქვათ ამ სუბიექტის სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტასაც იწვევს ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ და
საუბარი იმაზეა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, შეწყდება როგორც კი გარდაიცვლება დასაქმებული, ან გარდაიცვლება დამსაქმებელი თუ დამსაქმებელი ფიზიკური პირი ამ შემთხვევაში. ესეც აი ეს არის მაგალითად ის შემთხვევა, წეგან რომ საუბრობდით, რომ როდესაც ცალკე დამატებითი რაიმე ტიპის ნების გამოვლენა აღარ ჭირდება თვითონ ფაქტით საკმარისი იმისათვის, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ჩაითვალოს. მოიხსენებათ, გარდაცვალების ფაქტის დადგომის შემდეგ ცალკე კიდევ რაიმე დამატებითი ნების გამოხატვა იმაზე, რომ შეწყდეს ეს ამ ტიპის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ, საჭირო აღარ არის. ეს უბრალოდ შეიძლება იყოს გარკვეული დოკუმენტური გაფორმება, უკვე მომხდარი და შემდგარი ფაქტისა, დოკუმენტური ფაქტის კონსტატაცია, რომ აი ამ და ამ რიცხვიდან, თქვათ, ეს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობს. შესაბამისი შედეგებით. თორე ისე თავად გარდაცვალების ფაქტი უკვე ვთქვათ საკმარისი საფუძველი არის იმისთვის, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდეს. საკმარისი ამისათვის. და შემდეგი პუნქტი ეს არის, როდესაც დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება ხდება. ანუ, როდესაც დამსაქმებელი არის იურიდიული პირი და როდესაც ხორციელდება მისი ლიკვიდაციის დაწყება, ეს არის საფუძველი იმისა, რომ შეწყდეს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში არ არის მითითება, რომელ მხარეს ეძლევა უფლება ამ დროს, რომ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, ვფიქრობ, ორივე მხარეს უნდა კონდეს უფლება, ვინაიდან დასაქმებული ხედავს, რომ მისი დამსაქმებელი სალიკვიდაციო პროცედურები დაიწყო მისი და დამსაქმებლის მიმართ და ცხადია ლიკვიდაციის პროცესის, ასე ვთქვათ, ძირითადი არსი ის არის, რომ უნდა დასრულდეს ამ სუბიექტის არსებობის შეწყვეტით და ადამიანს, ასე ვთქვათ, უნდა კონდეს უფლება, რომ გააკეთოს არჩევანი, მოძებნოს სხვა სამსახური და სხვაგვარად იზრუნოს თავისი კარიერის და პროფესიული, ასე ვთქვათ, კარიერისა და პროფესიულ განვითარებაზე, ვინაიდან ცხადია, რომ ამ დამსაქმებელთან მას პერსპექტივა აღარ აქვს, ვინაიდან დამსაქმებელი სულ მალე საერთოდ აღარ იარსებობს. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებად რა თარიღი უნდა მივიჩნიოთ, ესეც, ასე ვთქვათ, რომ ამ სიტუაციაში გავეფოთ, უნდა ჩავიხედოთ მეწარმეთა შესახებ კანონში, ვინაიდან მეწარმეთა შესახებ კანონში არის გაწერილი მეწარმე იურიდიული პირების ლიკვიდაციის პროცედურები, ხოლო რაც შეეხება არასამეწარმე იურიდიულ პირებს, არასამეწარმე იურიდიული პირების შემთხვევაში დათქმა არის კანონში, რომ ისინი მეწარმე იურიდიული პირების მსგავსი პროცედურებით ახორციელებენ ლიკვიდაციის პროცესს. შესაბამისად, მეწარმეთა შესახებ კანონში თუ ჩავიხედავთ, იქ ვნახავთ, რომ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომი ეტაპი ეს არის ამ გადაწყვეტილების დარეგისტრირება მარეგისტრირებელ ორგანოში. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენს რეალობაში საჯარო რეესტრი, რომელიც ახორციელებს იურიდიული პირების რეგისტრაციას, ანუ კომპანიას თუ არასამეწარმე იურიდიულ პირს მის მიერ მიღებული მისი, ასე ვთქვათ, დამფუძნებლების იქნება თუ სხვა უფლებამოსილი მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ მიაქვს საჯარო რეესტრში, სადაც არეგისტრირებს და ამის შემდეგ იხსნება, ასე ვთქვათ, იწყება სალიკვიდაციო პროცედურები ოფიციალურად. ვფიქრობ, ეს თარიღი იქნებოდა ყველაზე უპრიანი, აგვიღო ლიკვიდაციის წარმოების დაწყებად, ვინაიდან მანამ სანამ არ დარეგისტრირდება გადაწყვეტილება შესაბამის სამეწარმეო რეესტრში, ამ